დევნილებისთვის ახალი საპილოტო პროექტი იწყება. სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დანიის ლტოლთა საბჭოს დელეგაციასთან სამეგრელოში დევნილებისთვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის საკითხი განიხილა. საუბარია 30 სახლის აშენებაზე, რომელსაც სამინისტროს ცნობით შვედეთის განვითარების სააგენტო დააფინანსებს. მიმდინარე წელს კი 15 ასეთი სახლი უნდა აშენდეს. საპილოტო პროექტის ფარგლებში კი მშენებლობა აპრილის ბოლოდან დაიწყება. მაისში ბენეფიციართა შერჩევა მოხდება, პროექტის პირველი ეტაპი კი წლის ბოლოს დასრულდება. დანიის ლტოლთა საბჭოს და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იმ თვალსაზრისით, რომ მაშინ როდესაც ცალკეული დონორები საუბრობენ პროგრამების დასრულებაზე, ეს დონორები საუბრობენ ახალ საპილოტო პროექტებზე, ახალი დონორების დაინტერესებაზე დასავლეთ საქართველოში კერძო სახლების მშენებლობაზე დევნილებისათვის, რომელთაც ან იქნებათ მიწა და განავითარებენ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს, ან თუ ეს იქნება ქალაქის დასახლებაში, მაშინ დონორი დაეხმარება მათ ქალაქში სხვა ტიპის ბიზნესის განვითარებაში. პროექტის მიხედვით ბენეფიციარები იქნებიან კერძო სექტორის დევნილები. პროექტი განსახლებასთან ერთად შემოსავლის წყაროების ხელშეწყობასაც გულისხმობს. ეს იქნება სოფელში თუ ქალაქში ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ეს შეეხება იმ დევნილებს, რომელთაც არ აქვთ უძრავი ქონება, სახლი ან მიწა.